გამარჯობათ, ქალბატონი, მე ხანგოშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გახდოთ დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ქალბატონო მე თქვენი დროისთვის. დღეს მაისის დღეებში მინდა რომ გთხოვოთ ვისაუბროთ ჩეჩნეთზე, ვისაუბროთ იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ, მოვესწარით და მინდა გავახსენო ახალგაზრდა მაყურებელსაც და მსმენელსაც, როგორ იწყებოდა და რა პროცესები იყო ჩეჩნეთში, როგორ განვითარდა და როგორ მოვიდა ჩეჩნეთი დღევანდელ დღემდე და როგორი არის დღეს ჩეჩნეთის სახე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ინტერესისთვის, თქვენი მოღვაწეობისთვის, თქვენი დამოკიდებულებისთვის ჩეჩენიერის მიმართ. ეხლა თქვენ რომ დამისვით კითხვა, რომ მაისი არის რთული პერიოდი, გადავხედე და ისტორიის ყველა დრო, ყოველი თვე დატვირთულია ამ ერისთვის ისეთი უმძიმესი თარიღებით, ნებისმიერი თვე აიღეთ. აი დავიწყოთ თებერვლიდან, 23 თებერვალი მოგეხსენებათ, მთელი ერის გენოციდი განხორციელდა ხო ერთი დღე ამის განმავლობაში. შემდგომ იყო მარტის უმძიმესი პერიოდი, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩეჩენმა ერმა რაღაცა პერიოდი სიმშვიდე გამოთქვა და ფიქრობდა ზავის დადებას, რუსეთმა მაინც განახორციელა. ყოველთვის ის არ ღვევდა იმ დადებულ ხელშეკრულებებს, რაც ხდებოდა ჩეჩენიერის ლიდერებს და რუსეთის ლიდერებს შორის, კრემლის პოლიტიკის ლიდერებს შორის, სამწუხაროდ ისინი არ ღვევდნენ ამ ზავს. ყოველთვის 21 აპრილი მოგეხსენებათ არის ჩეჩენიერისთვის უმძიმესი თარიღი, როდესაც ჩვენი პირველი გენერალი, ვინც სული შთაბერა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და ფერფლიდან აღადგინა, სწორედ კომუნისტების ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩეჩენიერის ეზლტოლვა და მოუკიდებლობისკენ გენერალი ჯოხარ დუდაევი, რომელსაც როცა კითხეს, რომ თქვენ მე რამდენი გენერალი ხართ ჩეჩენიერისთვის, თქვა რომ მე ვარ მილიონ მეერთე, იმ წელს დაიბადა მილიონ მეერთე ჩეჩენი და ყოველი რომ კითხოთო, ყოველი ჩეჩენი არის ობუნებით გენერალი. მერე მოდის მაისი 21 ისევ არის მუჰაჯირობის უმძიმესი პერიოდი, როდესაც ისევ ხდება ჩეჩენიერის ნებაყოფლობით თუ მოტყუებით თუ ძალადობით აყრა საკუთარი სამშობლოდან, საკუთარი მიწა-წყლიდან და გაუყენეს მუჰაჯირობის უმძიმეს, ურთულეს და უგრძელეს გზას, რომელიც გაგრძელდა წლები წარმოიდგინეთ თქვენ, როდესაც მე პირადად იორდანიაში შევხვდი მუჰაჯირის შთამომავლებს, ერთ-ერთმა მოხუცმა გვითხრა, რომ მისმა მშობლებმა სამშობლოდან წამოღებული ცეცხლი 14 წლის განმავლობაში ატარეს ჯერ თურქეთის მიწაზე, შემდგომ სირია და ბოლოს იორდანიაში ამანში დაანთეს ეს ბოლო ცეცხლი. წარმოიდგინეთ როგორი ნებისმიერი პერიოდი, რომელი ერთი ავიღო აგვისტო აიღეთ, ყოველთვის უმძიმესი იყო, ბოლო ომები აგვისტოში იყო, როდესაც იელცინმა დაგეგმა ვითომ წესრიგის აღდგენა კონსტიტუციური სამარცხნო და სასაცილო, შემდგომ მათივე დახმარებით ხდება სწორედ აგვისტოს თვეში შამილ ბასაევის შეჭრა დაღესტანში და მერე უკვე პუტინი აწერს ჩეჩენიერის განადგურების გეგმას ხელს და ასე წელიწადის ნებისმიერ დროში, ნებისმიერ თვეში ხორციელდება ამ ბოლო 400 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხრიდან არის აგრესია და რომელი პერიოდი გვინდა გსურს ეს არ გსურს ავიღოთ ჩეჩენიერის უმწარესი, ტანჯულესი გზის, სიმწრით გამოვლილი გზის ყოველი პერიოდი არის ურთულესი. მე მაინც მექნება სურვილი, რომ მაინც საქართველოსთან ურთიერთობაში განვიხილო ჩეჩენიერის ბედი, რადგანაც მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე, მთელი ისტორიის, ამ ურთულესი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის ისინი ჩეჩენი ვაინახიერი, ასე ვთქვათ, და იბერიელები, ეს მართლა ჭეშმარიტ და აბორიგენი მოსახლეობა კავკასიისა, ყველაზე ეთნიკურად მონათესავე ერები, მუდმივად ედგნენ ერთმანეთს გვერდში და თქვენ წარმოიდგინეთ უძველეს დროს ჯერ კიდევ დაწყებული სკვითების შემოსევიდან გინდათ ეს სასანადების შემოსევა თუ ხაზართა კაგანატი თუ ოქროს ურდო, რომელიც არ გაიარა ხო კავკასიამ, მუდმივად
იყო ჩეჩნების მხრიდან მოგერიება ამ მტრისა, რომ ისინი საქართველოსკენ სამხრეთისკენ არ წამოსულიყო. ერთმა ძალიან ცნობილმა ჩეჩენმა პოეტმა აბთი ბისულთანოვმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ ესეთი ძალიან კარგი რამ მითხრა, რომ ბავშვობაშიო მამა ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ჩეჩნეთისთვის მზე სამხრეთიდან ამოვა, საქართველოდან ამოვა. და ყოველთვის ჩეჩენერის განწყობა იყო ისეთი, რომ ძალიან ეიმედებათ დღემდე ძალიან ერთგულ დამცველებად მიაჩნიათ საქართველოს და მუდმივად თვითონაც იცავდნენ საქართველოს რამდენჯერ მოიგერიეს მონღოლების შემოსევა გინდათ თუ ყველა მტრის შემოსევა რომელიც მოდიოდა ჩრდილოეთიდან ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩეჩნების მხრიდან იყო მოგერიებული თუნდაც ის ფაქტი რომ საქართველოს მეფეები მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ამყარებდნენ კავშირებს, არასდროს არ შეუწყვეტიათ ვაინახებთან ურთიერთობა, ჩრდილო კავკასიელებთან, საერთოდ კავკასიელებთან, ახლა ჩვენ ყველანი ერთი დიდი თარგამოსის, კავკასოსის შთამომავლები ვართ თარგამოსის 8 შვილიდან და ამდენად გენეტიკურად ძალიან მოძმე, მაინც განსაკუთრებულად მიუხედავად ბოლო საუკუნეებში რელიგიური სხვადასხვაობის აღსარებლობა არ გვაქვს ერთი, მაგრამ გენეტიკურად იმდენად ერთნი ვართ და იმდენად ერთი დიდი წინაპრის შთამომავლები ვართ, რომ ამას ხელი ვერც რელიგიამ და ვერც სხვა ეთნიკური ნიშანი მით უმეტეს არ არისო არასდროს ხელშემშლელი და მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს პირველი დედოფალი იყო ქისტების ასული, ძურძუკების ასული იყო. მეფე ფარნავაზმა გადაწყვიტა რომ დანათესავებოდა კიდეც ძურძუკებს მოგეხსენებათ ისტორიაში ვაინახები შევიდნენ სხვადასხვა სახელწოდებები ჰქონდათ მაშინ ისტორიულად მათ ეძახდნენ ნახჩემატიანებს, ძურძუკებს, დურძუკებს, სასანებს, გარგარებს და ბოლოს მაინც ქუსტებს ეძახდნენ და ბოლოს მაინც მე-18 საუკუნის ტერმინებით შემოვიდნენ ბოლო პერიოდში ისტორიაში როგორც ჩეჩნები და ინგუშები და რა თქმა უნდა პანკის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ჩეჩნები წოდებულები ქისტებად. და ამდენად მთელი ისტორიის მანძილზე მოგეხსენებათ მეფე ფარნავაზის ვაჟმა საურმაგმა, რომელიც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედის შერქმეულ სახელს ატარებდა, რადგანაც საურმაგი ჩეჩნად ნიშნავს ყოლის შემძლეს. ძალიან ძლიერ, ძალიან მაგარ საუმეგინ, აი ეს საუმეგი შეიძლება ითარგმნოს და ვარაუდებენ, რომ ალბათ დედის შერქმეულ სახელს ატარებდა, მოგეხსენებათ საურმაგი ძალიან პატარა ყრმა იყო, ჩვილი, როდესაც დედეულეთში წაიყვანა, სწორედ ამ ძალიან ისეთი მასიური შემოსევების გამო გაარიდა შვილი. და შემდგომ უკვე რთული პერიოდი იდგა საქართველოსთვის და ყმაწვილობის პერიოდში ის ბრუნდება დედეულების დიდ ჯართან ერთად და იბრუნებს თავის სამეფო ტახტს. და მაშინ ისტორია გვაუწყებს ქართლის ცხოვრება რომ და დაასახლა დედულნი ეგრისიდან სუანეთამდე და მაშინ ასეთი დიდი იყო საქართველო მეფე საურმაგის დროს. შემდგომ უკვე თამარ მეფის დროს მოგეხსენებათ როგორი განსაკუთრებული ურთიერთობები იყო მაშინ ვაინახებს და ქართლის და საქართველოს მეფობას შორის თუნდაც რუსუდანის მეფობის დროს და შემდგომ პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ერეკლეს მეფობის დროს მუდმივი მიწერ-მოწერა იყო არის დოკუმენტები შენახული, როდესაც მეფე ერეკლეს თხოვდა ვაინახებს რომ მათ ებრძოლათ საქართველოს რიგებში და რა თქმა უნდა ისინი ყოველთვის იხებდნენ ამ შეთავაზებას და მუდმივად გარეშე მტრის შემოსევა ერთობლივი ძალებით მარცხით მუდმივად შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მარცხით მთავრდებოდა და ეს ურთიერთობები ესე ძალიან ალბათ მე ყოველთვის მიფიქრია რომ რა თქმა უნდა პოლიტიკური იქნება ეს ეკონომიური თუ ძალიან მრავალხრივი ურთიერთობები, კულტურული ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობებს მაინც ყოველთვის ვფიქრობ, რომ უფალი დარაჯობს, რადგანაც წარმოუდგენელია კავკასია, ქართველების და ვაინახების გარეშე ისეთი კავკასია არ იქნება, როგორც დღეს მათი არსებობით და რა თქმა უნდა, მარტო ჩვენ არ ვართ კავკასია, კიდევ ძალიან ბევრი აბორიგენი მოსახლეობაა კავკასიაში, თუმცა
ჰეგემონის როლი მუდმივად ქართველებს და ვაინახებს ჰქონდათ კავკასიაში, ქართველებს როგორც გამორჩეული კულტურის, გამორჩეული ისტორიის და ვაინახები როგორც ერთ-ერთი მართლა გამორჩეული ერი, დაუჩოქებელი, მებრძოლი ერი, რომელსაც არ გაუულია კავკასიაში ერთადერთი გამორჩეული ერი, რომელთაც არ გაუვლიათ ფეოდალური წყობა, არ ყოფილა არასოდეს კლასობრივი დაყოფა. უბრალოდ წარმოიდგინეთ ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ მთაში, აულებში, როდესაც აულში რომელიმე მოსახლე დანარჩენებზე მეტად გამდიდრდებოდა, თუ ის თავის ნამატს, თავის სიმდიდრეს დანარჩენ აულზე, ქვრივობლებზე არ გაანაწილებდა, მას აულიდან აწევებდნენ ბეით-ალ-ვაყრ, ესე ერქვა ამ პროცესს და ბოლო დრომდე ჩეჩეთის მთისაულებში ეს პროცესი და ამან ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი თანასწორუფლებიანობა, რომელსაც დღეს დემოკრატიას ვეძახით და 1000 სარჩულს ვუდებთ და ვიღწით და გვინდა რომ სხვისი დემოკრატია ვისწავლოთ, როდესაც ჩვენ თვითონ ქონდა ისეთი დემოკრატიული სიმაღლეები, სხვები ოცნებასაც რომ ვერ გაფეთება ისეთი. ხალხდომეკა, როგორ შეიცვალა ეს თანასწორუფლებიანობის პრინციპი და დამოუკიდებულება, აი 91 წლიდან, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა დღევანდელი დღის ჩათვლით. ძალიან სამწუხაროდ, რამაც ეხლა ჩვენ თვალწინ გაირბინა, აი მართლა ზოგჯერ მიფიქრია, რომ ხო თითქმის მთელი 30-40 წელი რაც პირადად მე უყურებ ამ ყველაფერს, საკუთარი თვალებით ვარ ჩართული ამ პროცესებში, თითქოს გაირბინა და თითქოს როგორ შეცვალა, ხო? სამწუხაროდ გლობალიზაცია ისეთი რთული ფენომენია და ისეთი პროცესია, რომ შეეხო ყველაფერს. შეეხო სამწუხაროდ მე ასე ვფიქრობ, ჩვენ ერს ცოტა უარყოფით კონტექსტში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ვიტყვი მე ამას, არ ვიტყვი, არ მაქვს უფლება არ თქვა. კი გული მწყდება, როდესაც ჩეჩნეთი ასე რადიკალურად ორ განსხვავებულ ჩეჩენი ერი ორ განსხვავებულ ნაწილად არის გაყოფილი. კადიროველებიც ჩეჩნები არიან სამწუხაროდ, გვინდა ეს არ გვინდა და ეჩქერიელები რა თქმა უნდა, მართლა ჭეშმარიტი ჩეჩნები არიან, მაგრამ ისინიც ხო ჩეჩნები არიან, ისინიც ხო ღმერთმა ჩეჩნებად გააჩინა და როგორი გულსაკლავი ამბავია, როდესაც ერთი ორი აი ესეთ უკიდურესად განსხვავებულ ორ მხარეთ ჩამოყალიბდა და როდესაც ეს ორი მხარე ერთმანეთს იმეტებს, ეს ძალიან გულსაკლავი ამბავია. განსაკუთრებით იმ ერისთვის, რომელსაც როგორც ვამბობ, არ ქონიათ საერთოდ ფეოდალური წყობა, სიტყვა ბატონი არ არსებობს ამ ერში დღემდე. არ ითარგმნება. თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ჩვენ ხო მივმართავთ აქ, ეხლა ვფიქრობდით უხელაც ამ საკითხზე, რომ აი ბატონო პრეზიდენტო ან ქალბატონო ჩვენთან ეს მიმართვა არ არსებობს. ჩვეულებრივ სახელით მიმართავენ და უფროსი ასაკის ადამიანს მოგეხსენება ჩვენთან ეს განსაკუთრებულად პატივცემულია, ვაში ესე მიმართავენ, რომელიც ითარგმნება როგორც უფროსი ძმა ან ბიძა. თუმცა აი პრეზიდენტსაც ჩვეულებრივ, აი მახსოვს მე ჯოხარ ესე მიმართავდნენ, ასლან, ზელიმხ, არავითარი ბატონი, აი ეს სისტემა არ არსებობდა ამ ხალხში. გამორჩეულად იყო დედის კულტი, დღემდე არის, იმიტომ რომ ჩეჩენი საბედნიეროდ მე ესე ვფიქრობ, სისხლით დღემდე სისხლით იბანს დედის შემგინებელს, არ პატიობს არც ერთ შემთხვევაში ბევრჯერ მკვლელობით დამთავრებულა. არც არის, ეს სიტყვაც არ ითარგმნება ჩეჩნულ ენაზე. იმდენად წარმოიდგინეთ თქვენ ხო იმდენად როგორ თქვა, აი საოცარი ფენომენი ამ ხალხისა და დღეს რომ მოგვევლინება კადიროვი, რომელიც საკუთარ ხალხს როგორ იმეტებს, რომ ბოლო შემთხვევები რაც მოხდა, ამის განმეორებაც მეჭირს მე. თუმცა მე გავიმეორებ, არ გავიმეორებ, ეს ხო მოხდა. ეს ხო იმეტებს საკუთარ სისხლს და ხორცს. კი ამბობენ რომ ამის გარეშე არა, როგორ არა, ამის გარეშეც შეუძლებელი, ამის გარეშე მოვიდნენ ჩვენი მამები, ამის გარეშე მოვიდნენ, ამიტომ დგას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მისი
ჩეჩნობის გენეტიკური კოდის შესახებ და ეს ყველამ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ის მართავს ჩეჩნეთს და გვინდა თუ არ გვინდა, მან მოახერხა ის, რომ ჩეჩენიერი დააქსაქსა ყველაზე საუკეთესო გენოფონდი ბოლო ორ ომში ხო გაქრა. დარჩენილი გენოფონდის ის ნაწილი, რომელიც მათ ამ დიქტატურის ქვეშ ცხოვრებას ისევ არჩია ევროპა. ძალიან ბევრი ვერ შეეგუა იმ ევროპულ წესებს, იმიტომ რომ ის ხომთის წესებზე ჩვენთან ხო სხვა ღირებულებებია, ჩვენთან ხო ღირსების კოდექსია, ზნეობრივი კოდექსია, ხო რომელსაც გამორიცხულია რომელიმე მსოფლიო კოდექსი ამ კოდექსს შეედაროს. ეს რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრია და მაპატიეთ. თუმცა ცხადია რომ ეს ხალხი ამ კოდექსზე დგას დღემდე და ვერ გულობს ძალიან დიდი ნაწილი და თქვენ წარმოიდგინეთ კადიროვის დიქტატურის ქვეშ ყოფნა ურჩევნია ბევრს იმ ევროპულ ღირებულებებს და ბევრი ბრუნდება ისევ ჩეჩნეთში. იმდენად ძვირფასია ამ ხალხისთვის, ამ ერისთვის თავიანთი მიწა, აი რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ მიწის მიმართ და როდესაც პირველად საქართველოს პირველი ომის დროს, არა მეორე ომის დროს 99 წელს მოგეხსენებათ დაახლოებით 8000 ლტოლვილი შეიფარა ჩვენმა ქვეყანამ ბანკის ხეობაში. მე მგონი თვითონ მოსახლეობა ამდენი არ იყო რაც ლტოლვილი და რა თქმა უნდა იყო შეშფოთება მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილში რომ აი ესენი ახლა აქ დასახლდებიან სამწუხაროდ ვერც იმას გავექცევით რომ აფხაზეთის ომმა ძალიან ცუდი დაღი დაასვა ჩვენ ურთიერთობებს ჩვენ ყველას ბოდიში მინდა რომ გაგაწყვეტინოთ და გკითხოთ რომ არა მარტო ჩვენ შორის ან ორ ქვეყანას შორის ან ორ ერს შორის ეს ურთიერთობა არამედ თვითონ შიგნითაც აი ამის განხლეჩვა ვის ინტერესს ემსახურება რა თქმა უნდა გეტყვით ამ ყველაფერს ჯერ იმას ვიტყვი რომ როდესაც მაშინ იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი რომ აი ჩეჩნები აქ დარჩებიან და სულ აი არ ვიცი არქივი რა თქმა უნდა იქნება არის ამის ნახვის საშუალება სულ ვამბობდი ძალიან ემოციურად რომ ჩეჩნებს იმდენად უყვართ საკუთარი სამშობლო ისინი არ დარჩებიან ისინი არ მოსულან აქ რომ დარჩენ აქ და იცხოვრონ თქვენ წარმოიდგინეთ დღეს ესე იგი 10 იქიდან ჩამოსული ჩეჩენი 10 კაციც კი არ არის საქართველოში თავი ბოლო რა ავიღოთ დარჩენილი უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ ისინი არ არიან ვინც ადვილად გუობენ მე ერთ შემთხვევას გავიხსენებ სოლჟენიცინი მოგეხსენებათ თავისი ძალიან ძლიერ ნაწარმოებში არქიპელაგ გულაგ წერს რომ იყო ერთი ერი გამორჩეულად იმ აი გაცინჯურებულ ერებს შორის განსაკუთრებული მენტალობის მეამბოხეს სულის მქონე ერი რომლებიც ვერ გუობდნენ ამ სამშობლოდან აყრას მისთგან სიშორეს არა ერთეულები არამედ მთელი ერი და მათი მოდრეკა ვერავინ ვერ შეძლო ისინი დაუჩოქებლად მიდიოდნენ ამ აი ძალიან რთულ აღმართებზე ესენი იყვნენ ჩეჩნების ძალიან კარგად წერს მე ხა ვერც შეიძლება ისე გადმოვცე როგორც სოლჟენიცინი წერს ჩეჩნების შესახებ და თქვენ წარმოიდგინეთ ხო გაასახლეს 44 წელს ბრალდებით ხო სამშობლოს ხალათის ბრალდებით როდესაც თითქმის მოსახლეობის ყველა ის ძალა რომელსაც ხელში ერაღის აღება შეეძლო წინა ფრონტზე იბრძოდა წარმოიდგინეთ ყოველივე ამის მერე 91 წელს ჩამოდის ელცინ და 31 გმირის ორდენი ჩამოაქვს ჩეჩნებისთვის როდესაც ისინი მოღალატეებად გამოაცხადეს და გაასახლეს მთლიანად აყარეს საკუთარი მიწიდან და გაასახლეს ციმბირში აი კიდე ერთ იმაზე ამახვილებს ამ ჩეჩენი ხალხის ფენომენზე ამახვილებს სოლჟენიცინი ყურადღებას რომ სადაც არ უნდა გაეციმბირებინათ სადაც არ უნდა გაესახლათ ეს ერი არსად არ ცდილობდნენ ფეხს მოკიდებას ისეთ ქოხებს აგებდნენ რომელიც შეგეძლო ფეხს ერთი მოქნევით დაგენგრია ესე იგი ისინი არ აპირებდნენ იქ ცხოვრებას მათთვის დროებით იყო სადაც არ უნდა წასულიყვნენ შოთა მჭედლიშვილმა ბატონმა შოთა მჭედლიშვილმა ანა კალანდაძის მეუღლემ მითხრა ესეთი რაღაცა თან მითხრა რომ ანდერძა დამიტოვა ასე ვთქვათ რომ სადაც ახალგაზრდები იქნებიან ისაუბრე ამის შესახებ ეს მე გადამხდა მან მოყვა კავკასიის სახლში 97 წელს ეს ამბავი თვითონ და შემდგომ უკვე მე ვახმოვანებ და რა თქმა უნდა
თქვენ ყავთ ძალიან ბევრი მსმენელი, მაყურებელი და მინდა ეს გაიგოს ყველამ. როდესაც მან გაიგო თვითონ გასახლებაში დისიდენტი იყო ბატონი შალვა მჭედლიშვილი და გაიგო რომ ის მეზობლად ჩეჩნები ჩამოასახლეს, რა თქმა უნდა, მაშინვე გაეშორა ამ ჩეჩნების სანახავად და ამბობს რომ სადაც მასწავლის მივედიო, ესეთი პატარა ქოხი იდგაო და ეზოში ქალი იყო, რომელიც რაღაც საქმეს აკეთებდა და რომ შევედი ეზოში, ვიკითხეო ოჯახის უფროსიო და მითხრა რომ სამშაოდ არისო, წასული სახლში არ გახლავთო და როცა მიზეზი მკითხა და რომ გაიგო ქართველი ვიყავიო, არაფრით აი კალთები შემომახვეო, არა ვარ წახვიდეთო, ჩემი მოვლეს ისე გაუხარდებაო, თქვენი სტუმრობაო და ბავშვს უთხრაო, ეხლავე გაიქეციო, მამას უთხარიო, ქართველი არის სტუმრად მოსული და მოვიდესო. და შემიპატიჟაო ქოხშიო. მე ვიცოდიო ჩეჩნების წესი რომ თუ მამაკაცი არ არის სახლში, მაგრამ ამ ქალმა ისეთი ხვეწნა მუდარით შემიპატიჟაო რომ უარი ვერ ვუთხარი და როგორც კი შევედიო, პირველი რაც მოხდა, თვალში ეს იყო ყაზბეგის გაცრეცილი ფოტო, რომელიც კედელზე ეკიდა. წარმოიდგინეთ, გასაღლებაში ჩეჩნებმა ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს, ოქრო ვერცხლიც კი არ წაუღიათ. მაგრამ თავიანთი ძვირფასი მწერლის ყაზბეგის ფოტო უბითად არის და იქაც კედელზე ჰქონდათ ჩამოკიდებული. აი ეს რაღაცა საოცარი ურთიერთობები, თუმცა სამწუხაროდ რუსული პოლიტიკა, რომელიც მოგეხსენებათ, აგებულია ერთ ისეთ ცუდ პრინციპზე გათიში და იბატონე, მიუხედავად იმისა, რომ აი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს მამაშვილური ინსტიტუტის დანგრევა, უფროსო უმცროსობის ინსტიტუტის დანგრევა ვერ მოახერხეს, იმდენად ძლიერია ამერშიკენით ყურატეს კოდი, ამის მცდელობა კრახით დამთავრდა, თუმცა აი რელიგიური, რომელიც ძალიან ნებისმიერი ადამიანისთვის ხო რელიგიური გრძნობა, ეს აღსარებლობა, რწმენა, ეს ჯული ხო უაღარესად ხო თვითონ ადამიანია, ხო რწმენა ყველაფერი და ხო როგორი რთულია განსაკუთრებით ჩეჩნები არიან ძალიან ღრმად მორწმუნე ადამიანები, ძალიან სჯერად ეშინიათ უფლის და აი ამ რაღაცა რელიგიური დოგმებით რაღაცა სამწუხაროდ იგივე ვაჰაბიზმით, იგივე რაღაცა ის ამით მოახერხეს თქვენ წარმოიდგინეთ შვილების და მამების დაპირისპირება, როცა ვერანაირი მცდელობა ვერ მიიღო შედეგი იმისა, რომ ეს დაპირისპირება მომხდარიყო სამწუხაროდ ამ რელიგიური მოტივით, სწორედ როდესაც ჩეჩენიერი პირველი ომის გამარჯვება ზეიმობდა, მართლაც თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 1 მილიონი ჩეჩენიერი 150 მილიონიანი რუსეთის წინააღმდეგ შიშველი ხელებით სრულიად მარტო თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ ომის მიმართ თუმცა უკრაინას ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავდა საბედნიეროდ ჩეჩენიერი იყო სრულიად მარტო იყო როგორი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო იზოლაციაში მოქცეული აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა არ ქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ ელცინი რომელიც იკადნებოდა რომ 24 საათის განმავლობაში აიღებდა ჩეჩნეთს 2 წელი გაგრძელდა ეს ომი და რუსეთის უძლეველობის მითი არა უკრაინელებმა არამედ 20 წლის უკან ჯერ კიდევ 90-იანებში ჩეჩნება დაანგრიეს პირველი ჩეჩნები იყვნენ ვინც რუსეთის რუსული იმპერიის უძლეველობის მითი цаრიელი შიშველი ხელებით დაანგრიეს თუმცა ამ ომის ეიფორიაში მყოფი ჩეჩნები სწორედ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა პრეზიდენტ მასხადოვის მიმართ ჩემი სუბიექტური აზრია მე მიმაჩნია რომ მის მიერ 96 წელს შარიათის მმართველობის გამოცხადება ჩეჩნეთში იყო შეცდომა ეს ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ მე მაინც ასე მიმაჩნია იმიტომ რომ ჩეჩნეთი ჯერ კიდევ იშუშებდა იარებს სამწუხაროდ მოახერხა ძალიან ბევრმა ლიდერმა მიუხედავად იმისა რომ მართლა ძალიან დიდი სიყვარულით შეხვდა მთელი მოსახლეობა და მართლა უპირატესობით მაშინ არ ყოფილა არც გაყალბება არც არაფერი აირჩია ჩეჩენმა ერმა თავის პრეზიდენტად მასხადოვი შემდგომ სწორედ რუსული
ინსტიტუტები მუშაობდნენ წლების განმავლობაში, როდესაც მათ ესეთი მარცხი იგემეს ჩეჩნეთში უკვე გაიგეს ამ ხალხის სუსტი მხარეებიც, როგორ უნდა მიუდგნენ, რანაირად უნდა მოიქცნენ, როგორ უნდა დაგსასონ, როგორ უნდა გადაკიდონ ერთმანეთს. თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, აი რა სისტემებია და ყველანაირად ხელს უწყობდნენ იმაში, რომ რამენაირად ყველა მიმართულებით იყო ეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიური, კულტურული მიმართულებით მათ შეცდომები დაეშვათ და სამწუხაროდ იყო ესეთი რთული პერიოდი, ეს პოლიტიკური ასე ვთქვათ, წნეხის გადალახვა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ჩეჩნებმა. ვერც მოახერხებდნენ, იმიტომ რომ იქ იმდენი ძალა იყო ჩასაფრებული ერთი მუჭა ჩეჩენიერი, უკვე რომელიც ძლივს 900,000 ადამიანი შეიწირა ამ ორმა ომმა და წარმოიდგინეთ თქვენ როგორი რთული პერიოდი, როდესაც საუკეთესო შვილები ამ ომში კვდებიან. ყოველი მესამე და თან როგორი შვილები, ხო? ძალიან სამწუხაროდ მე უკვე გახლეჩვა, დაგსაქსვა, გადაკიდება ერთმანეთზე მოახერხეს. სამწუხაროდ მოახერხეს და დღეს როგორი თული ვითარებაა, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. დღეს სამწუხაროდ ჩეჩენიერი დაგსაქსულია როგორ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან მიმობნეულები, დაბნეულები. მამა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ეხლა ხან მოვისმინე ვიღაცა უცხოელს აქვს გადაღებული, სწორედ მაისის თვეშია, როცა ვაზია ახალი გაფურჩქნულია და ამბობს, რომ დღეს ჩეჩენიერი არის უაღარესად რთულ მდგომარეობაში მოღუნული, მაგრამ ვერ დაჩოქილი. საბედნიეროდ მე მაქვს იმედი, რომ ვერ მოახერხებენ ამ ერის ბოლომდე დაჩოქებას, თუმცა რომ ურთულეს გზებს გადიან, ურთულესი მდგომარეობა დღეს დემოკრატიის თვალსაზრისით ჩეჩნეთში. რითი უჭირავთ? ისევ რაღაცა მამაპაპური ტრადიციებით. ისევ იმათ კარგად იციან, რომ ეს შეიძლება დროებითია, მაგრამ არ შერჩებათ. არავინ თავის სისხლს არავის არ შეარჩენს. ყოფილა შემთხვევები, თუნდაც პანკის ისტორიაში 40 წლის 9 საუკუნის მერე წაუღია სისხლი. იმ კადროვმა ძალიან ამიტომაც როგორც არის ინფორმაცია, გაქცევა უნდა, თუმცა ფიქრობ, რომ ამას არც უფალი არ დატოვებს დაუსჩელს. კი, ყველა ძლიერი მართველი დიქტატორია, თუმცა კადიროვი არ არის ძლიერი მართველი სამწუხაროდ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დღეს გროზნო ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელიც საერთოდ მიწასთან იყო გასწორებული, საბედნიეროდ არის რაღაცა ისეთი დადებითი პოზიტიური ძორები, რომ ენის შენარჩუნება ხდება ტრადიციების რაღაცა კუთხეებით, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ დიქტატორს, ვისაც საკუთარი ერის სისხლში ბოლომდე აქვს ხელები, ეს მას ისტორია გმირად კი არა, ანტიგმირადაც კი ვერ აღექვამს ალბათ. ვერ ჩაწერს მის სახელს. რთული მდგომარეობა ბევრჯერ ყოფილა, ძალიან ბევრჯერ გაუვლიათ ეს ურთულესი გზები ჩეჩენ ერს, ძალიან ბევრჯერ. ყოფილა მოთმინების პერიოდებიც, როდესაც თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გენოფონდი ხო 1-20 წელი მაინც უნდა ხო მინიმუმ, რომ რაღაცნაირად შევისოს გენოფონდი. მადლობა უფალს, ჩეჩენიერი ძალიან ძლიერი ამ საკითხში მე მინახავს ოჯახებისა და 17 შვილიც კი ყავთ. თან ქალებიც ისეთნაირად, ისეთი ძლიერი ქალები ყავთ, ამ ჩეჩნებს ისეთნაირად არიან მიმართული იქითკენ, რომ ეს ერი გადაარჩინონ, რომ ყველაფერზე მიდიან. ძალიან ძლიერი ქალები ყავთ და აი ესეთ ძალიან მტკიცე ოჯახებს ქმნიან. ეხლა რა თქმა უნდა 17-18 შვილს ერთი ცოლი ვერ გააჩენს, ხო, რამოდენიმე ცოლი ყავთ ხოლმე ამ შემთხვევაში მამაკაცებს და თქვენ უნდა ნახოთ როგორი იდილია ამ ჩეჩნურ ოჯახებში. მე გაოცებული ვიყავი, როდესაც 90-იან წლებში ჩეჩნეთში ცხოვრობდი
და ეს რაღაცა საოცარი დამოკიდებულება მამის უფროსი ცოლის მიმართ, იქ დედინაცვალი არც არის, იციან ჩეჩნებმა, რომ დედის ნაცვლობას ვერავინ ვერ გაუწევს და ეს მამის ცოლს ეძახიან, მაგრამ საკუთარ დედას სახელით მიმართავენ და მამის ცოლს დედას ეძახიან, იმდენად არის ამ ხალხში მამის პატივისცემა უმაღლეს დონეზე დაყენებული, რომ აი ასეთი პატივისცემას გამოხატავენ და აი ვერც გაარჩევთ, რომ ისინი სხვადასხვა დედის გაჩენილები არიან. პირველ რიგში იმ სხვა დედის გაჩენილ შვილებს უფრო პატრონებენ, ვისაც აქვს საშუალება და შეძლებული ძმა, სანამ თავის ყველა ძმას არ შეუქმნის ცხოვრებას, თავისთვის არ იწყობს. ისეთი განსაკუთრებული ფენომენია. თუმცა ძალიან გული მწყდება, რომ ბევრი რამე, რა თქმა უნდა, ომებმა, უბედურებამ, იგივე რუსულმა ინსტიტუტებამ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მუშაობენ ამერის გახლეჩვაზე და გასაქსვაზე და ძალიან ბევრმა სხვა გარე ფაქტორებმა, გარე ძალებმა თავიანთი ცუდი, რთული, უარყოფითი დაღი დაასვეს ჩეჩენ ერს და რთულ პერიოდში არიან ძალიან რთული გზების გავლა უწევთ. ზოგჯერ გული მწყდება, რომ აი ეს მირჩევნია, რომ 1-2 საუკუნის უკან ვიყო და ის რაღაც საოცარი ჩეჩნები იყვნენ, ვიდრე ხო დღევანდელი ჩეჩნები, თუმცა ახლა რა თქმა უნდა ეს ოცნება. როგორ ხედავთ ყვალინდელ დღეს? ყველანაირ ემის გარეშე, რაღაც პათეთიკის გარეშე. აი ამ წნეხიდან როგორ უნდა გამოვიდეს ეს ხალხი, ვინც იქ არის? რადგან ისტორიამ დაგვიტოვა ძალიან ბევრი მაგალითი, რომ უფრო რთული მდგომარეობიდანაც გამოსვლან ჩეჩნები, მე მაინც ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ აუცილებლად მოახერხებენ ჩეჩნები. ოპტიმისტურად. კი, ყოველთვის. აი წარმოიდგინეთ, ჩვენ ქისტებმა მაინც რაღაცნაირად, რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ ზნე შევიცვალეთ. ქართველმა პოეტმა ჩეჩენ დედას ჩვილის აკვანთან ამღერებინა ასეთი იავნანა, რომელსაც ქმარი მოუკლეს, ესე ქვია გაბრიელ ჯაბუშანურის ერთ-ერთი ლექსია დაქვრივებული ქისტი ქალის ნანა. ქისტებში ჩვენი პანკისელი ქისტები არა, მოგეხსენებათ მთელი ქართველები მოსაზრებ ცხოვრებ ჩეჩნებს და ინგუშებს ქისტებს ეძახდნენ. და ესეთი სტრიქონებია. ყელს შეგაბამ გულში გავლილ ტყვეას. ეს ის არის, რომ განგმირა მამა. ემაგ ტყვით უნდა მოკლა მკვლელი. მაგრამ შვილო, თუ გამოხვალ ტრელი, თუ ახარე, ტერი, მაშინ შენვე მოხვდეს ეგეთყვია. სადაც ისეთი ქალები იზრდებიან, წარმოუდგენელია, რომ ისერი არ გადარჩეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ხალბატონო. დიდი მადლობა თქვენ.